ახალი ამბების დროა დავით ნარმანიასთან შესახვედრა დედაქალაქის მერიაში რამოდენიმე ასეული მოქალაქეა ამ დროისთვის შეკრებილი დედაქალაქის მერი მეორე კვირა თბილისელებთან შეხვედრებს მართავს რა პროცედურების გავლა უწევთ მოქალაქეებს მერთან შესახვედრად ამაზე ჩემი კოლეგა სოფო მაკაცარია ისაუბრებს პირდაპირ ეთერში სოფო გისმენთ ლაშა სანამ პროცედურებზე მოგიყვებოდეთ სულ რამდენიმე წუთის წინ მერიის ფოიეში მოხდა ინციდენტი აქ იყო ხმაური მოქალაქეები ძირითადად გამოხატავენ პროტესტს იმის გამო რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში შეხვდნენ უშუალოდ მერს, რადგან დადგენილია კონკრეტული ნორმები და მერთან შეხვედრა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკითხს ვერ გადაწყვეტს ვერც ერთი სხვა სამსახურის უფროსი. გარდა ამისა, მოქალაქეებს პრეტენზიები ასევე აქვთ იმის გამო, რომ ისინი აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირველი პირები სამსახურებში შეიცვალნენ, მაინც თანამშრომლები არიან იგივე, ვინც მუშაობდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს და როგორც მოქალაქეები ამბობენ, წერილები ძირითადად ადრესატამდე არ მიდის. რამდენჯერაც დავწერეთ არ მიდის ადრესატამდე. რაშია საქმე პროვოკაცია სახაკი. იმ ზომამდე მიმიხვანა გიგი უკულავას გაცარავამ და მამრიკიშვილმა სასამართლოში ვიჭირა. სასამართლო გადაწყვეტილება არ აღსრულებულა. დამიწერეთ. იმისთვის ვარ დღეს მოსული. შეეხება პროცედურებს, თუ რა პროცედურების გავლა უწევთ მოქალაქეებს იმისთვის, რომ თბილისის მერს შეხვდნენ, მათ მთელი დღის განმავლობაში დღეს ჰქონდათ საშუალება აიღოთ რიგის ნომერი, შემდეგ კი დაეწერათ განცხადება. განცხადებაში მათ კონკრეტულად უნდა მიუთითონ, თუ რა პრობლემის გამო არიან მერიაში. იმ შემთხვევაში, თუ საკითხს ვერ გადაწყვეტს ვერც ერთი სხვა სამსახურის თანამშრომელის, ისინი მათ შეხვედრა დაიგეგმება თბილისის მერთან, ხოლო სხვა შემთხვევაში ისინი შეხვდებიან გამგებლებს და სხვადასხვა სამსახურების უფროსებს. ორშაბათია და ტრადიციულად თბილისის მერი მოადგილეები და სამსახურის უფროსები ახორციელებენ მოქალაქეებთან შეხვედრას. მინდა აღვნიშნო ის პროცედურები, რაც საჭიროა რომ მოხდეს მერთან, მის მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან შეხვედრა. ეს პროცედურები არის. მოქალაქემ აუცილებლად უნდა დაწეროს წერილობითი განცხადება. წერილობითი განცხადების გარეშე არ ხდება მოქალაქეთა მიღება. სადაც ძალიან მთხოვ მოქალაქეებს კონკრეტულად მიუთითონ ის საკითხი, რაც სჭირდება. პირადი შეხვედრაზე მერთან დაწერილი განცხადებები ძალიან რთულად გასარკვევია, იმიტომ რომ დაახლოებით 2000-მდე განცხადება შემოვიდა პირად საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ მოქალაქეებს ვთხოვთ კონკრეტულად მიუთითონ ის საკითხი, თუ რა პრობლემითაც არიან მოსული ამ განცხადების შემოსატანად. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ წინა ორშაბათი ძალიან მძიმე დღე იყო, იმიტომ რომ ეს იყო უპროცენტოდ პირველი აქცია. ანალოგიურად დღესაც ველოდებით ძალიან ბევრ ადამიანს მოქალაქეს, მაგრამ მინდა რომ ეს ყველაფერი ჩვენ მერიას უნდა რომ ჩადგეს რეჟიმში. სულ რამდენიმე წუთია რაც დაიწყო მოსახლეობის შეხვედრა თბილისის მერთან და სხვადასხვა სამსახურების უფროსებთან. თბილისის მერი დაპირებისამებრ ყოველ ორშაბათს შეხვდება მოქალაქეებს 2-დან 6 საათამდე. ამ წუთებში თბილისის მერიასთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები ინციდენტების თავიდან ასარიდებლად. მოქალაქეები თბილისის მერთან შეხვედრას ცდილობენ სოფო მაკაცარია გვერდებოდა მერიიდან თემით პირდაპირ ეთერში.